საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ოფიციალური ვიზიტით იაპონიას ეწვია. თავდაპირველად ვიზიტი მიზნად ისახავდა თანამშრომლობის გაძლიერებას ბირთვული ენერგიისა და კოსმოსური ინოვაციების სფეროში. თუმცა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო მხარეები ძირითადად უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით ემანუელ მაკრონი იაპონიის პრემიერ-მინისტრთან სანაე ტაკაიჩისთან გამართავს შეხვედრას, სადაც ორი ქვეყნის ლიდერები ენერგოკრიზისიდან გამოსვლის გზებზე იმსჯელებენ. იაპონიის ნავთობის იმპორტის დაახლოებით 95% ახლო აღმოსავლეთზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ომის დაწყებისა და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის შემდეგ იაპონიაში საწვავზე ფასები საგრძნობლად გაიზარდა. მის შესამცირებლად კი იაპონია იძულებული გახდა სტრატეგიული მარაგი გამოეყენებინა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იაპონიაში ასევე ჩავიდნენ საფრანგეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც იაპონელ კოლეგებს შეხვდნენ. მათ უსაფრთხოების და თავდაცვის კუთხით ურთიერთობების გარღვმავების საკითხები განიხილეს. მიმდინარე ომის ფონზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ევროატლანტიკური და ინდოწყნარი ოკეანის რეგიონების უსაფრთხოების მნიშვნელობასა და ამ კუთხით თანამშრომლობის აუცილებლობაზე. ეს ფორმატი ნამდვილად გვაძლევს საშუალებას ახლო აღმოსავლეთში, ინდოწყნარი ოკეანის რეგიონსა და ევროპაში არსებული მოვლენების შესახებ ერთმანეთს ინფორმაცია გავუზიაროთ. გარკვეულწილად ეს საშუალებას გვაძლევს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ერთობლივი პოზიციები შევაჯაროთ. გლობალური კრიზისის დროს, როდესაც საერთაშორისო სამართალი ირღვევა და ერთპიროვნული გადაწყვეტილებების შემთხვევები მატულობს ქვეყნებმა, როგორიცაა საფრანგეთი და იაპონია, მსოფლიო წესრიგის დამყარებისთვის უნდა ითანამშრომლონ, რომელიც დაფუძნებული იქნება სამართალზე, მრავალმხრივ თანამშრომლობაზე, სუვერენიტეტის პატივისცემასა და კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის პრინციპებზე. იაპონია საფრანგეთის განსაკუთრებული პარტნიორია, პირველი პარტნიორი აზიაში, რადგან ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები და ვალდებულება საერთაშორისო წესრიგის მიმართ. მსოფლიო ამჟამად მნიშვნელოვან სტრუქტურულ ცვლილებებს განიცდის. საერთაშორისო საზოგადოების უსაფრთხოების გარემო კი სულ უფრო მკაცრი ხდება. ასეთ პირობებში აუცილებელი გახდა, რომ თანამოაზრე ქვეყნებმა, საფრანგეთმა და იაპონიამ კიდევ უფრო გააძლიერონ თანამშრომლობა როგორც დიპლომატიურ, ისე თავდაცვის სფეროში. მივესალმები იმას, რომ საფრანგეთის სამხედრო ძალები და იაპონიის თავდაცვის ძალები მჭიდროდ თანამშრომლობენ ყველა მიმართულებით, როგორც ხმელეთზე, ისე ზღვასა და ჰაერში. ცხადია, ახლა ევროატლანტიკური და ინდოწყნარი ოკეანის რეგიონების უსაფრთხოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ძალის გამოყენებით სტატუს-კვოს ცვლილების თავიდან აცილების მიზნით საფრანგეთთან, როგორც ინდოწყნარი ოკეანის სახელმწიფოსთან და განსაკუთრებულ პარტნიორთან თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია. იაპონიაში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის პრეზიდენტი ასევე შეხვდება იაპონიის 126-ე იმპერატორ ნარუტიჰოს. იაპონიის შემდეგ ემანუელ მაკრონი სახელმწიფო ვიზიტით სამხრეთ კორეაში 2 აპრილს გაემგზავრება.